მეგობრებო, კვალიტში ვიმყოფებით, ისევ ანძასთან დაკავშირებით მოსახლეობა არის შეკრებილი. გამარჯობათ. გამარჯობათ. ой, ცოტა თანქანა გავიწვევ ჯაშტი ძალიან წალე. გამარჯობათ. Așa când bicicleta asta, trebuie să le probăm, să mă pregătesc pentru lobbyul. Când erla bdau, dar municipalitatea ce comunicație și fix ala și როგორც ირონზე ჩამოვედით აქ ჩვენ როგორც ვიხრა წარმოადგენლობა დედაქალაქის სამსახურიდან ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა თითქოს გარშემორტყმული ნებართვა და დღეს ვფიქრობთ რომ გაუჩეს სტაფონის მუნიციპალიტეტის მერია. ეგ ვიცი მე მაქვს ეგ დოკუმენტები ჯარით ვისაკაღებული ვისაკუთრებაში როგორ მოხდა ეგ ყველაფერი გამოჩნია და თვითონაც მოვიდიათ რა პრობლემა არ არის. მაგრამ მე მაინტერესებს არის აქ ბატონი ლაშა პირადად არ ვიცნობ დედამხედველობის სამსახურიდან არ არის ხალხი რატო შეყავთ შეცდომაში რომ ეკონომიკის სამინისტრომ გასცენ ნებართვა ეს ვერ გავიგე საიდან მოდის პირველი ეს არის წარმოადგენლებოდიში არავის წარმოადგენელი არა დედამხედველობის სამსახურში დედამხედველობის მუნიციპალიტეტი კი ჩვენ ვართ მობაილის წარმოადგენელი კითხოთ ჩვენთან არასწორად არა თქვენ არ გიძლებთ მაკითხოთ მე მოსახლეობა საიდან მოდის შეცდომაში შეყავთ მოსახლეობა რომ ეს არ ეხება დედამხედველობის მუნიციპალიტეტის მერიას იმიტომ რომ თითქოს ეკონომიკის სამინისტრომ გასცენ ნებართვა მე ვითხოვე ზესტაფონის მერია და არა მარტო ნებართვა, არამედ ის დოკუმენტები, რომელიც ნებართვას უნდა ახლობდეს. მარტო არ არის ეს ნებართვა, ჩარეულ ფურცელზე დანარჩი დოკუმენტები აქვს. ეს თქვენ გექნებათ ალბათ ეს დანარჩი დოკუმენტები რაც ახლავს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეტანილია. ხო და ძალიან კი, თუ გავხსნან ეს დოკუმენტები რომ გაგვაცნოს კარგი იქნება. ნებართვა და სანიტარული დაცვა. ნებართვა ყველაფერი არ აღარ უნდა ისე. შეიძლება ნახოთ. საჯარო. რა თქმა უნდა საჯაროა. რაც შევიტანეთ ისიც საჯაროა. მოსულა როისია რა ჩვენ ევირჩი სწორი ხარდებული და ვკითხავს მაგას ახლა ჩემს ვკითხავ იმა მისა ნება იმა მისა სამშობლოში ნება და იყოსი ნება თუ ვიცა ხალხს ეკითხა ჯერ აქი ჩვენ არაფერს არ ვქლია კაცო არა ჯერ ჩვენთან უნდა ეყოთ ნებართვა და მე უნდა გაეკეთებიათ ნელები ვით რომ ეიპაროთ ნელები თუ პირველ რიგში ჩვენ უნდა ეკითხათ და მე უნდა გაეკეთებიათ ის დაცვის ზონა რამდენი აქვს რამდენი მიცემა აქვს განთავსებული მოსახლეობის ეგეთ თვითონაც განსაზღვრულია ბატონ თუ რა აპარატს აქვს განსაზღვრული აქ აღარ არის განსაზღვრული იგივე იყო ჩემო კარგო მე თვითონ ვიყავი ჩართული და მე თვითონ შევამოწმე დოკუმენტი ერთი წუთით მეკითხავთ ისოთ აქ რომ არ არის იმიტომ გეკითხები ხო და ეს რა თქმა უნდა მიმართულობებზე დღეს ჩავალ და ავიღებ პასუხებს მარტო ესა გაქვთ
წარმოდგენილი. მარტო ეს ამ ეტაპზე მარტო ეს კი ბატონო. ეს შეიძლება დავიწყო პროექტს, კი ბატონო. ეს ალბათ დამოხვედრებენ ეს ჩავალ. და აქ არ არის ამ საინტერესო დასკვნაში მითითებული დაცვის ზონა, იმიტომ კითხულობ. მაგას კანონმდებლობას, საქართველოს კანონმდებლობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შემოგარდო. საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს სელფის ანტენის მოქმედების ზონას. როდესაც მე ერთი წუთი ბეიზა სხვა კანონია კამბეჩის თავზე და სხვა კანონია ვალიჩი. როდესაც მე ზუსტად სელფის კომპანიას მიმართა და მაშინ ძალიან შეეშალოთ რომ ზუსტად დოკუმენტაცია გამომიგზავნე. იქ ძალიან კარგად არის განსაზღვრება. შენახული მოხდეს ეს დოკუმენტები აუცილებლად გამოვიყენებთ სასამართლომდენივე საქმე. აუცილებლად. იქ არის დაცვის ზონა, რამდენიმე მეტრით უნდა იყოს დაშორებული მოსახლეობისგან და როგორ უნდა იყოს განლაგებული. ესეთი, მეორე ხო შეგეძლოთ უბრალოდ გაგითვალისწინებინოთ მოსახლეობის აზრი და ისეთ ადგილზე გადაგეტანათ, სადაც მოსახლეობა იქნებოდა მოშორებით. თქვენ კანონმდებლობას ხო კარგად იცნობთ და გქონდეთ ჩვენზე უკეთესი. რა თქმა უნდა, კი. სად წერია კანონმდებლობაში შენებლობის ნებართვაზე რომ შეგავს პროექტი, ნებისმიერი გინდა კორპუსი იყოს, გინდა ანძა იყოს, ნებისმიერი თუნდაც ბოსელი იყოს, რომ მოსახლეობას უნდა კითხოს კომპანია მაზრ. თუნდაც მერია, მაგრამ მე კომპანიის სახელმწიფო. ჯერ ესეთი როდესაც კორპუსები შენდება, ზუსტად მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით ხდება ნებართვის აღება. ეს კომპანიამ რო უნდა კითხოს. კომპანიამ უნდა კითხოს, ვინც ეშენებს. აბა მე ხო ამ შეშევებ. კანონმდებლობაში საწერია დამხმარებელი. კანონმდებლობის იქით არაფერზე არ ფიქრობთ, ადამიანური ფაქტორი აღარ აქვს. რა მნიშვნელობა გვინდა გეკითხები? თქვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, აქ ხალხი იხოცება, ადვოკატებს საუბრობდი იურიდიულ ენაზე და ხო ადვოკატი აზრდები და პოპულისტობას აპირებს. არ ვაპირებ ნამდვილად ამჭირდება თქვენთან პოპულისტობა რა, ნამდვილად. სამართლებრივი კუთხით თუ რა სამართლებრივი კუთხით ესეთი შეკითხვა. თქვენ როდესაც მერიაში შეიტანეთ, მერიამ გითხრათ რამე მოსახლეობის შესახებ, რომ ისინი თანახმოიქნებიან არ აქვს მნიშვნელობა, კანონით გაძლევთ უფლებას. კანონმდებლობით გვაქვს უფლებამოსილება მომჭა. მონიჭებული გაქვთ ყველაფერი, ექსპერტიზის დასრულების საათი შენობების ნებართვით ყველაფერი გაქვთ ოფიციალურად მიღებული. შეტანილი ისევ ვერ საუბრობთ ნებო. ხო, რა თქმა უნდა ვერ შევიტანდით. და მე ვერ გავიგე ერთი, მაგრამ თქვენ ამ კითხვას აუცილებლად დავუსვათ, რომ მერიაში როდესაც ჩავალ მუნიციპალიტეტმა რატომ გაავრცელა აზრი, რომ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა. მე მაქვს რა თქმა უნდა ეს დოკუმენტაცია ვის აქვს ნაყიდი და ვისგანაც აქვს იჯარით აღებული. მაქვს მეცნიერის ეკლის საჯაროა და არავის ესე ვთქვათ საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ მე მაინტერესებს რომ აი აქ არ არის სანიტარული დაცვის ზონაში განსაზღვრული ის პუნქტი, რომელიც იყო პირველ დოკუმენტში. ანუ თქვენ თუ სამართლებრივად კი, სამართლებრივად. რა თქმა უნდა, სადაა შეგიძლიათ უნდათ სასამართლო. აუცილებლად მიმართა. ვიდაოთ ჩვენ ეს სწორია. მე სხვა რამე მაინტერესებს თქვენ მოსახლეობასა, როგორც კომპანია აპირებს თუ არა რაიმეზე შეთანხმებას ადგილ მონაცვლეობასთან დაკავშირებით. მეტი შეკითხვა თქვენთან არ მაქვს. მე შევთავაზებით, იმიტომ რომ შესაბამისი ვალდებულებები და ხარჯები, როგორც სახელმწიფოს უნდა. სახელმწიფო მავნე არის, ხო? კი ბატონო. თუ მავნე არის. აქ ჩემი შვილები არიან, ოღონდ შვილები, შვილიშვილები. ეს არ გამოვა. ბატონო, თქვენ მოსახლეობა საპირისპირო დასკვნა. დასკვნა სად არის, რომ მავნე არ არის? აი აქ არის ეს პუნქტები არ არის რომელიც დაიცადე და არა, მავნე რო არ არის, აქ არის. დააპარატო. ერთი წუთი. კომპანია ვინც გააკეთა ის კომპანია ჩვენი შიდა კომპანია არის კერძო დამოუკიდებელი კომპანია საერთოდ מחვილადის ინსტიტუტია ცოტა დიდი სახელი აქვს מחვილადის ინსტიტუტი ანუ თქვენიდან კერძო და დამოუკიდებელი ხალხია არა რა მაინტერესებს რა აპარატურას აყენებს შეგეკითხები არც ეს რა უნდა უშუალოდ ორიგინალის გამოთხოვა შეგვიძლია ხო კი ვიცი ჩემი კი ის დასკვნა არ არის ეს არ არის ხო გასაგებია ტექნიკური დეტალები ბეჭედი არა ეს ხათი მანახერს და ეხლა ჩვენ ჩავალთ მერიაში მე თქვენთან მეტი შეკითხვა არა მაქვს ჩვენ აუცილებლად ეს შედია რატო იზახეს ჩემთვის არაფერს არ როგორც იურისტი არ ნიშნავს ერთი წუთი თქვენ შეიძლება ბევრი რაღაც არ ნიშნავს მაგრამ ეს ბეჭედი ანუ თქვენ ახლა შეგიძლიათ რომ სახში მიბრძანდეთ და ესეთი ბეჭედი დაარტყათ და მოიტანოთ არა ესეც ვერ დავარ ნუ ეხლა მაშინ სამხარაულისას დავარტყავთ და იმას მოვიტან სამხარაულისას ეს არაფერს არ ნიშნავს ეს დასკვნა სადაც არ არის განსაზღვრული მავნებლობის ზონა
ბაჩვენე სადაა? არ გვინდა. ვესნის თქვენ, მაგრამ ეს სიტყვების გაშღერება ეს ქვეყანა ხელი არ არის, მარტო ეს ბადეთში სხვა ჩვენ ვარსებობთ ამ ქვეყანაში. არ გვინდა, ეს ამობირთილია, ესე ანუ თქვენი პოზიცია გავიგეთ, რომ თქვენ მოსახლეობასთან არ თანამშრომლობთ, დანარჩენი უკვე ჩვენი ისა გადასაწყვეტია. თქვენ თუ არ თანამშრომლობთ მოსახლეობასთან და ნებაყოფილობით არ ახდენთ დემონტაჟს, მაშინ მოსახლეობა თავისთავად მიიღებს შესაბამის კანონიერ გადაწყვეტილებას. კანონი ბატონო ჩემო თქვენ უკეთესად გსოდნიათ და აი იმ კანონიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც არის კანონით გათვალისწინებული და რა იქნება მიღებული? კი, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ აქ არ ვაპირებთ აბა უკანონობის ჩადენას და სანამ თქვენ სასამართლოს მიმართავ და სანამ მოსამართლე გამოსცემს შეჩერების ბრძანებას. როაუხსნათ მოსახლეობას. მაგ გაგრძელებით არ გაქვთ, იმიტომ რომ აი ახლა ამ წუთას ჩვენ შევდივართ ერთი წუთით. არ გაქვთ. ახლა შევდივართ. არ გაქვთ. არა. ყადა ყველას ერთად ეხლა რა მეკითხებს ხალხს ამეცენ. ეხლა რა მეკითხებს ხალხს? ეხლა ხოთქის მოთავრობდი. ჩვენ ხალხს არ მეკითხები და რა თქმა უნდა. მე მოსახლეობას სამართლებრივად შეჩერებაზე. მე აქვს თუ არა უფლება გაგრძელება. არა. ეს თქვენი ნება, მე ვერ აგიგზავნო მუშაობა და ანუ პირდაპირ ვერ ამბობ. არა. პირდაპირ შევდივარ ახლა. ახლა გეუბნებით მე. პასუხს გეუბნები. ყადაღას ვადებთ თქვენ კომპანიას. ახლა ჩავდივარ საჯავრეში. კი, ნუ ტყუილა გეცინება. სამ დღიან არ მჭირდება მაგას საფუძველი, ჩავდივარ ახლა გაყადაღებთ. ხელს ვერ დაადებთ ვერაფერს. ყადაღა რა ყადაღას ადებთ ის? რა ყადაღას შენებობა და ყადაღა. მათებებს გისურვებთ. რა შუა? კი ბატონო, მიბრძანდით, აი ახლა ჩავალტობთ, რაც დავადებთ, დაინახავთ. ნახავთ. კი ბატონო. ხო, მერიაში ჩავიდეთ და წავიდეთ ყველა მერიაში. აუცილებლად წავედით, იმიტომ რომ ეს ყველა მერიაში მივადგეთ იმდენს. გაქვს ეს პასუხი მერმა. ჩვენ რატო უნდა ვდიოთ? რა მოხდა მერია ხომ? გუში იყო მოსული, კი მაგალითად. ეს რატო არ შეაჩერეს ამის მუშაობა, რატო არ ჩახსენს? კი, აბა ესეც გასაჩერებელი იყო. აქ გვახო ნებართვა მასე იძახია. არა, ნებართვა ნებართვა თავიტაბება გადადა ხუმი ვაკარაძიას უნდა იმას. ერთმა რო დალეწეს არ შეიძლება რა ყველა უნდა შეჩერება მე ვერაფერს საერთოდ ახოს არ არის იმ პრინციპებთან და იმ გამიზნებასთან, რომ რამე დაიცვა. მომიჩვენეთ ერთი წუთით მე გითხარი დამათვალებინე ძალიან ერთი წუთით ცოტა ერთი კულტურა მაიციქობით მოსმენი მე გითხარი ვიდრე მოსამართლე არა აკრძალოს მე ვერ გეტყვით რომ არ გააგრძელოთ მე რა ენაზე გელაპარაკო ეს კანონის შეურაცხყოფა მეორე გამარ გავიგონო მე დავიცავ თუ არ დავიცავ და რასთან ვერაფერს და რასთან შორს რას დაიცავ თუ არ დაიცავ. და დაუკვირდეთ ლაპარაკო ელოდებოდით რომ რაღაცა დახმარებით გამოსავალი რა არის? მე კი, გეხმარებით, ხაშ მოშალეთ ეს. მოშალეთ ეს. დახმარება იქნება. გამოსავალი არის ერთადერთი რამე ჩემო კარგო ჩავიდე მერიაში ავიდე სპეციალ რაც მოძდა და სასამართლოს მივმართე მე კარავს ვერ გავში ეს კანონში არ წერია და სასამართლოს მივმართე რომ შეჩერდეს მშენებლობა აი ეს არის კანონი როგორ მიმართავდი ჯერ პასუხი არ ამიღია მერიისგან არა დღეს უნდა ავიღო პასუხი და მიმართო დღეს ახლა მიმართავთ. კანონის მხრიდან მით რომ შევხედოთ, აქვს კომპანიას გაგრძელების საშუალება. კომპანიას მე ხარ აუცილებელი არა არჩევ გამიმეორე ხა ერთი და იგივე აი მაშინ გითხარი ან მაგალითად თუ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული შეჩერებამდე მე ხომ უნდა შევჩერდო რა თქმა უნდა გასაგებია სანამ არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული სანამ არა მე როგორ შეაჩერეთ მე ვერ გეტყვით რა მაგას რა ენაზე გელაპარაკო
ზედამხედველობა თქვა რომ შევაჩერეთო და რა ზედამხედველობა იყო გუშინ ვესაუბრე გუშინ ვესაუბრეთ ზედამხედველობის ხელმძღვანელი ვინც არის ხო იმან მითხრა ვესაუბრე გიორგი კი და ოფიციალურად მოხსენებდა კი ბატონო აბრის გასაგებია მეორე ამაზედაც უნდა იმასო და მერიაში ჩავიდეთ არა ვკითხეთ უკვე ხალხს და რაც ხდება ხალხი წინააღმდეგ ახორციელებენ ესენი ყველაფერს და ჩავიდეთ მერიაში და ახლა დანარჩენი მერიას ეს დეპუტატია მერე სახელი მერე ზურგცოვაც ვერ ეცოდინება ვინ არის მერის მოადგილე არის გამგებელი სოფლის აქიდან რომელია გამგებელი მერე აგერა დეპუტატი საერთოდ მოადგილე დეპუტატები ბრძანდებით გუშინ რა არ გვინდათ ამას ვიღებთ ყველაფერს და პასუხი მერე და რომ რაღაც საინფორმაციო კი ბატონო გუშინ ვესაუბრეთ და ამოსულები იყვნენ ოქმიც უნდა დავწეროთო და ოქმი რატომღაც ბლანკები არ ქონდათ და ოფისში დავწერთ ოქმებსო და გვაინტერესებს ის ოქმებიც გვაინტერესებს ახლა რა დაწერეს და ეს კიდევ საიდითვე ეს საინფორმაციო დაფა ეს რისთვისაც გაკრული აქ რომ ხალხმა მოიტყოს თავი იქ რომ ნორმალური გაიგრათ ეს არ არის საინფორმაციო დაფა ეს გვერდით გაკრული საინფორმაციო კი მე ზედამხედველობა ამოწმებს მაგას თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ მოსახლეობისთან დაკავშირებით ხო კანონით მეყვებით ეხლა უბრალოდ მაინტერესებს ნებართო რომ გასცა მერმა თუ მერიამ ერთი წუთით რა თქვენ სახელი მამუკა ჩემო კარგო მერიამ რომ გასცა ნებართვა მშენებლობაზე კი ბატონო წავედით წავიდეთ წარმომადგენლები გამოდით ჩვენთან მერიაში ვინც მოდის ყველა წავედით ესაც ასაქსევი აბა ეს ასაქსევი კერა აქამდე უნდა ამიტომ წადი შენი არავის დაჭერა საბოლოო აბა რა გინდა ვერ გევიგე უჩამაქსი ვახეს დამიჭერა შეგვაში ბაბანები თავი გაძო რაც გიში მე ჯერ ხარ სულა კითხოთ რა ხაზაკეთებ არ გინდა სასახელოს და ყოველთვის ვისაუბროთ მე რა საუბრობთ გოგობა რა გაინტერესებს არა ბავშვი თამაშობ შენ ათამაშე რატო რას მიდი ვითხარ რას კი მერე მერე მაგეც ასაღებია ეგეც ასაღებია ეს ჩამოდის ეს და ის დაგლა აბატებ მეორე იმას დავობდი და იმის აღებაზე ეს ინტერესორდა საკითხი და მაგე იმას გაგაცენდი ხო გადააბრა ახლა იმას ტიბის დამქველით კიდო ეს ვარი მაშინ მოტყვები და იმით დადგეს ესე ფუტკრების ადგილი მეიდობე საქალა და დადგეს მერე და გამოვით შემოაყარეს რაღაცა წამოხო იქ რომ მერი ართვა სამუშაო საათები დამთავრდაო რომელი მათთან თავის არის
ხალხი არ გვაინტერესებს. თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე ამიტომ ჭირდება დოკუმენტები აშენებული ტაძრის ეზოში არა სახლის წავიდეთ რა მერიაში. ეს შევაჩერებიოთ რა ძალიან კი, მაგას ჩემო კარგო ახლა ერთ დღეში არ ხდება ეგრე სამართლებრივი სამართლებრივი გამოცდილება ძენ ზამთარ. მაგათ ეგენ მაგ გასვლა და ხარჯები და ყველაფერი ეგენ მაგ მანქანაში. აი მესასწაულს დაგახვედრებით არ სა მაგის ისაკი. ოპერაცია დღეს დაუკეთეთ კაცო. ეგენ მაგ მანქანაში. საფეჯის დასვი. მე ხა მომისმენთ თქვენ სახელი დაჩი მომისმენთ მე ოფიციალურად ხო რა ვიგეთ დღეს პასუხი სასამართლოში ვერ შევეცდით მე დაგელოდეთ თქვენ რომ მაგალითად სამუშაოების დაგრძელებასთან დაკავშირებით მე ეხლა 22 საათში უნდა მეიღო გადაწყვეტილება სასამართლო გაგზავნეს ავედით ვერიაში ყველა გამარტებით მოსახლეობამ გაგე როცა გარიგეს მეერმა უპასუხა და ლაშა პირობაში მე მითხრა ლაშა კაცო პირადად მომისმინეთ ლაშა პირადად მითხრა ტელეფონში რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გაცემული ნებართვა მერას მედავებია ლაშა მითხრა ზუსტად ლაშა მე გუში ვარ ვიცოდი მე არ ვიცი ვის რა ისიც მითხრა მე არ ვიცოდი და თორმე წინადღეს ყოფილა გამოსული და ხალხს უთქვია რომ აღარა შენიშნა და მე დამიმალა ვაიმე მე არ ვიცოდი ძალიან ძავა მანქანა გადახელი რომ იყო ახლა აღა დავიჯერო რა მშოვება უბრალოდ ეს ახლა არის ეს როგორ შეიძლება ესე ეს სიცოცხლისთვის საშიში არის სასამართლო ეხლა ვიყავი 5 დღის უკან პირველად და ჯერ წერილები შეტანილი სასამართლოში ეს არ შედის როგორ არ მოუტყუებია ერთი და ორი ტყუილი მითხეს კაცო პირველი კი არა ეხლა ხო თუ არ მოუტყუებია აგე რა ჩავწერთ ყველაფერს და გვეწოდინება ვირას იტყვის მე აი ფათი წავიდეთ ჩვენ ხო ვინმეს მანქანა თხოვოთ ავედით ყველა ორი წელი იყო თუ სამი წელი ყარაულა და მესამე წელი თო გააწყო სული ვარ დაგაც მერიაში არ მომევიდე საბოლოო ხერვაინს მე რატო იჩქარებთ ასვლას რატო იჩქარ მაჩქარებენ ეგენი და მაჩქარებენ ესენი დაჩქარებულად არ უნდათ თუ არა თქვენი ჩამყვანთმელი პატარონია პატა ხო მერიაში ჩამყვანთმელისას ბუდის შეხვედრაზე და Tam. ეს არის ზესტაფონის მერია. ლაშა სამურები. Şeker
ხელ ჩვენც ვიყავით მომდევნო. მეჩვეულე კი ვართ. წერა იმათ ბატონო არ შეიძლება? კი ბატონო, აგერა გამო